გამარჯობათ მეგობრებო, მინდა გავაგრძელოთ ჩემი მითოლოგიზირება ამ მიმდინარე მოვლენების, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამბაც მოყოლა და ცოტა ქართულ ცნობიერებაში გადასვლა დაგვეხმარება და პირიქით პოზიტიური არის, ცოტა სხვანაირად შევხედოთ რეალობას, სხვა კუთხიდან, სხვა პარალელების გავლებიდან უკეთესად დავინახოთ და ამ მიმდინარე მოვლენებზე მე მინდა გაგაცნოთ კიდე ერთი ქართული მითიური პერსონაჟი, ეს არის ჭინკა. ჭინკა არის საინტერესო არსება ჩვენ ზღაპრულ მითოლოგიურ წარსულიდან წამოსული, რომელიც არის ესეთი ბანჯგვლიანი პატარა საზიზღარით არსება, რომელიც ბინადრობს სადღაც ტყეში, ღრეში, მიუვალ ადგილებში და რაღაც ერთი არის რომ შემოძრება ხოლმე მოიპარავს რაღაცას, მაგრამ მაგის იქით ადამიანებს როგორ ერჩის, ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ტყედან ადამიანებს დაუძახებენ ხოლმე სხვა ხმების მიმიკა შეუძლიათ, ან გააღიზიანებენ რაღაცა შეაგინებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან როგორღაც გამოიწვევენ, ან ვინმე ადამიანის ხმას მიიღებენ, რომ შემოიტყუონ ტყეში, ისეთ ადგილას, სადაც განმარტოვებით მერე ერთიანად დაესევენ ეს ბანჯგვლიანი პატარა გობლინისავით რაღაცა პუკა თუ იცით, უფრო მაგას წააგავს, ან ბაგორდან რაღაც მითოლოგიები და ბევრი რაღაც დაკავშირებულია უძველეს ცნობიერთან და ბევრი სამყაროს მითოლოგიური არსებები ერთმანეთს გავს, მაგრამ ნუ ეს ჩვენი ქართული ფორმა არის ამ რაღაც ბანჯგვლიანი პატარა არსების, რომელიც ესე რაღაცა ადამიანებზე ძალადობს, აგიჟებს, აღიზიანებს და იმით მერცხებს კაცობრიობას და აკეთებს ბოროტ საქმეს. რომ აი ესე რაღაც გინებით, ფურთხებით, რაღაც გაღიზიანებით ბუჩქებიდან და ტყის ტოტებიდან მერე ერთიანად დაგესევიან და შენს გაგაგიჟებენ. მიზანი არის მაგათი, რომ შენს გაგაგიჟონ და გაგაბოროტონ და გაგაფუჭონ. რატო მინდა ეს მითოლოგიური ნარატივები შემოვიყვანო, იმიტომ რომ არსებობს ჩვენ ცნობიერებში, მაგალითად ვისთანაც მინდა პარალელი გავაბა, არის ეს ჩვენ ვისაც ტროლებს და ბოტებს ვეძახით მაგალითად. ტროლი, რა თქმა უნდა, ბევრს გეცნობა სკანდინავიური მითოლოგიიდან, ეს არის მაგათი ვერსია დევის, დიდი რაღაცა ბოროტი არსება, მაგრამ ასევე არის პატარა ტროლების, როგორც ან ტროლი არ შემოიფარგლება თავისი სიდიდით სიპატარედ, ძირითადად დიდი რაღაც მთებში მაცხოვრებელი კომბლიანი, დიდცხვირიანი ბოროტი არსებები არიან, მაგრამ ასევე პატარა ტროლებიც გექნება, სათამაშოები რო იყიდება და პატარა ბანჯგვლიანი არსებები, ხო და ეს იმიჯი არის აღებული ინტერნეტ სლენგად, რომ ავხწეროთ ესეთი ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში ზიან იმისთვის, რომ გააღიზიანონ და გააბოროტონ ხალხი, თავისი ბოროტებით, ცილისწამებით, ლანძღვით, გინებით გამოიწვიონ ხალხი და ამ გამოწვევით შენ შეგიყვანონ გინებაში, ზიზღში, ბოროტებაში და შენს გაგაბინძრონ, გაგაშავონ. რა თქმა უნდა, ბევრს გვეცნობა ეს, ახლა ყველა ვინც ინტერნეტში რამე შეაქმნით ან ინტერნეტთან კომუნიკაცია გვაქვს განსაკუთრებით ამ პოლიტიკურ პოლემიკასთან, ხშირად ვაწყდებით ამ ხალხს ბოტებს და ტროლებს. ბოტი და ტროლი მით განსხვავდება, რომ ბოტი არის სპამები, რომლებიც ბევრ ერთი და იგივე ტექსტს წერენ, ტროლები არიან ადამიანები, რომლებსაც ყავთ აი მაგალითად ქართული მთავრობა, რომ აი როგორ დონემდე დავეცით, რომ ქართული მთავრობა ხალხს ფულს უხდის იმისთვის, რომ ინჟდნენ ტელეფონებზე და ინჟდნენ კომპიუტერებთან, ქონდეთ ბევრი სხვა აკაუნტები შექმნილი, სხვადასხვა პროფილებით და აი ესე დაესიონ და აგინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. რა თქმა უნდა, ბევრს გვეცნობა ეს რეალობა, მე სამწუხაროდ რომ გადახედოთ ჩემი კომენტარები, რადგანაც ბევრისგან განსხვავებით მე ძირითადად არ ვშლი ამ კომენტარებს, ძალიან ბევრნი არიან ჩემთან, მაგრამ მე ვტოვებ სპეციალურად იმისთვის, რომ მოაჩვენო ხალხს, რომელიც აი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შემოა, შეიძლება არ მეთანხმება, შეიძლება მეთანხმება, მაგრამ ნუ დამინახავს ვიღაცა ადამიანი თავის მოსაზრებას გადასცემს და მე კომენტარებში შევა და ნახავს ლანძღვას და გინებას და ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც ასევე გაბოროტებული და გაჭინკებული და გაქაჯებული და გადევებული არ არის, ის რა თქმა უნდა ლოგიკურად შეხედავს, რომ რატო ლანძღავთ ამ ვიღაცა ჩვეულებრივ ტიპს თავის აზრს გამოხატავს. ხო და აი ეგეთი რეალობაა, რომ მაგათთან კომუნიკაციაში, მაგათთან პოლემიკაში შესვლა შენ გადაგაქცევს მაგათიანად. შენ თუ გინებას გინებით გაეცი პასუხი, შენ თუ ლანძღვას ლანძღვით გაეცი პასუხი,
შენც გახდები მაგათიანი. ეხლა ეს ქართულ რეალობას მინდა ეს რაღაც მითოლოგიური პარალელები გავავლო, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს რამე პოლიტიკურ ძალასთან ბრძოლა კი არა, ჩვენ გვაქვს სინათლესა და სიბნელეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ მე მოვიაზრებ თავს სინათლის მეომრად, ესეთი რაღაცა ვთამაშობ ამ როლს და ვეწინააღმდეგები ესეთ რაღაცა ბოროტების და სიბნელის არსებებს. როგორც ახლა მე რო შევდივარ როლში ამ რაღაცა აბჯარ სავისხავ და რაღაც გავდივარ ხალხში და ვამხნევებ რაღაცა ჰერი ჰე საქართველო მე ამ როლში შევდივარ ამ გმირის როლში თამაშობ, მაგრამ ბევრი ადამიანი ცნობით თუ გაუცნობიერებლად ასევე თამაშობს როლს. ზოგადად საზოგადოებაში ყოფნა არის ბევრი სხვა როლის თამაში და მორგება და მე მიმაჩნია რომ ეს ერთი არის რომ იმაშინ არის მითოლოგიური წარსულს მართლა იყვნენ გმირები და მართლა იყო ეს ეპიკური ბრძოლა, მაგრამ ეს ცნობიერებაში დარჩა, დაილექა როგორც ეს ზღაპრები და ეს მითები. და ეს ზღაპრები და ეს მითები მეორდება ყოველთვის აქტუალური არის, ყოველთვის ჩვენში არის აქტუალური. რომ ეს დევიც, ეს ქაჯის, ეს ჭინკაც ჩვენში შეიძლება ბინადრობდეს და ჩვენ შეიძლება გადავიქცეთ მათ. თვითონ მითოლოგიაშიც არის ნათქვამი, რომ განიმუსნენ ეს ფიზიკური სამყაროდან კი განდევნეს ღვთისმშობლებმა, მაგრამ სულიერ სამყაროში შემორჩნა შეიძლება ადამიანშიც ჩაისახნენ. ახლა ბევრი ქართველები ხო ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა არ უარყოფს ამ ზღაპრულ რეალობას, პირიქით თავისი იდეები და თავისი ფილოსოფიით აძლიერებს, რომ არის ბოროტი ძალა, არის კეთილი ძალა და ეს ბოროტი და კეთილი ძალა მართლა რაღაც რქებიანი ვიღაცა ეშვებიანი ტიპები კი არ ამოხტებიან ბუჩქებიდან, არამედ ესეთ სახეს ადამიანი იღებს და ადამიანში ბინადრობს ეს ბოროტებას და სიკეთეს და შენში რომელი მხარეც გაიმარჯვებს, ის გახდება დომინანტი. აქეთ ერთ მხარეს რა თქმა უნდა რომ ყველანი მხედავთ როგორ ბნელეთის ბოროტების შავებში ჩაცმული დევების არმია და მაგათ ქაჯები ლიდერები რომლებიც ცილისწამებით, ტყუილებით, ილუზიებით, манипуляციით ცდილობენ ხალხის გონების არევას და ერთ მხარეს მეორე მხარეს კიდე რაღაც ახალგაზრდა და ძველგაზრდა მონდომებული ვაჟკაცი რაიდები რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის. ეს იმიჯი უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ თუ გვინდა სიკეთით და კარგი საქმით გავიმარჯვოთ, არ უნდა გავდევდეთ და არ უნდა გავქაჯდეთ. ეს არის მნიშვნელოვანი. არ უნდა გადავიდეთ მაგათ ჭუჭყიან თამაშებში. არ უნდა დავიწყოთ ტყუილები, არ უნდა დავიწყოთ გინებები, არ უნდა დავიწყოთ ცილისწამები. ეს მე ხანდახან მიტინგების დროს გინებები არის ხოლმე, მაგრამ ხანდახან ავყვები ხოლმე აურზაურს, მაგრამ მე პირადად არ მომწონს ეს გინება და ცილისწამება, იმიტომ რომ მე პირადად ქონდა ამაზე ბავშვობაში რთული გამოცდილება, რომ გავიზარდე რაღაც ესეთ კარგ ოჯახში, მე მიმაჩნია რომ კარგ ოჯახში გავიზარდე, ბევრისთვის ნაცნობი არის ჩემი ოჯახის ბევრი წევრი, ბაბუა ჩემი ელგუჯა ბურდული, მისი შვილები და შვილიშვილი მე გახლავართ და დედის ხარესაც, მამის ხარესაც ძალიან ქრისტიანი, წესელი, განათლებული, ადამიანური, ჰუმანური ოჯახიდან მოვდივარ, მაგრამ გავიზარდე ამ გვიან 90-იანები და ადრეულ 2000-იანების პერიოდში, სადაც ბნელეთი და სიბილწე და სიბინძურე და ქურდობა და თარეშობა და ბესპრიძელიკობა და ეს გარუსებული და გაბანძებული საზოგადოება იყო. საიდანაც ამოვედით, მაგრამ ეხლა ამ მარწუხებით ცდილობენ რომ უკან ჩაგვაბრუნონ. ეს არის მაგათმა რომ იგრძნეს რომ თავი ამ ბოროტმა რეალობამ რომ იგრძნო რომ დაკარგა ახალ თაობაზე ძალაუფლება, ეხლა ცდილობს რომ ომით და ბრძოლით ჩაგვათრიოს უკან. და მე ამ რეალობას რომ შევეჯახე, მე ძალიან არაკომფორტული დამოკიდებულება მქონდა ამ იმასე, რომ ბევრ ჩემ თანატოლებს და ჩემზე უფროსებს და უმცროსებსაც სკოლაში ალბათ ქონიათ, რომ ეს კაი ბიჭური და ეს რაღაცა ხულიგნური რაღაც დამოკიდებულება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრობით, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელი არის გინება, ცილისწამება, რაღაცა საქმის გარჩევები და რაღაცა ეგეთი რეალობაში მე აღმოჩნდი, ჯერ კერძო სკოლაში დავდიოდი, სადაც წესიერი გარემო იყო, არ იყო ესეთი გარემო და მე მომიწია საჯარო სკოლაში გადასვა, სადაც ყველა ეგეთი გარემო იყო. მაშინ ფიქრობდი, რომ ვიღაც მოძალადეს ძალით უნდა აჯობო, სიტყვით თუ მოვიდა ვიღაცა სიტყვაში უნდა აჯობო, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ამ სიტყვაში პაექრობითაც და ძალის ჭიდაობისას და ის თუ დაგარტყავს შენ ორჯერ უნდა დაარტყა და ეგეთი მენტალიტეტით რომ მიუდექი, ბოლოს აღმოაჩინე რომ მეც გავხდი, მეც გავფუჭდი ჩემ თავში, ჩემი მორალი
ჩემი ქრისტიანული იქნება თუ ეს ქართული აღზრდით, რითიც მოვედი ამ სამყაროში და რითიც გავიზარდე და გამომიშვეს გარეთ და აი ამ გარემომ გამაბინძურა და ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი, როცა მივხვდი, რომ აი სხვა ადამიანებთან რომ აი მე ამას ჩაგრავ ინსტინქტურად, ისე შევეჩვი ამ რაღაცა მოძალადე გარემოს და ამ რაღაცა ხულიგნურ და ამ რაღაცა გარემოს, ისედაც არ ურთიერთობდი, მაგრამ მაგათთან პაექრობაში და მაგათთან ჩხუბში და მაგათთან იმაში მივხვდი, რომ აი მეც ყველაზე მეტად რაც მეზიზღებოდა ამ რეალობის, ის იმ რეალობამ შემცხო და გამაჭუჭყიანა. და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის რომ ვიღაცა შეგაგინებს და ვიღაცა შეგაფურთხებს და ვიღაცა შეურაცხყოფას მოგაყენებს და მე შენც იგივე პასუხი არ გასცე და შენც რაღაც იმაზე მოძალადეზე უკან არ იძალადო. მაგრამ აი სკოლაში მქონდა ხშირად ეს კონფლიქტები და ეს ძალიან დაძაბული სიტუაცია და სულ აი შურის ძიების გრძნობა რომ აი მე რომ იმან დამარტყა მე უნდა აი ვიძალადო შური ვიძიო, მაგრამ სკოლა იყო ჩემი ეკლესიის გვერდით რა არ დავასახელებ საცხოვროდ და სადავდიოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ ფიქრობდი რომ აი შურს ვიძიებ იმას რომ მე დამჩაგრა მე კიდე უარესად დავჩაგრავ და რაღაცა ყოველ ჯერზე მიწევდა ეკლესიის გვერდით გავლა და პირველჯერს რომ გადავიწერდი მე ფიქრობდი ახლა აი იესო ქრისტე რომ მიყურებს ხო გჯერა რომ ქრისტეს და ღმერთის აი ახლა მე რომ ეკლესიაში დავდივარ და რომ მასწავლიან რომ აი ქრისტეს მოძღვრება რო არის რომ სახეში რო გაგარტყავენ მეორე ლოყა უნდა მიუშვირო, ტერი უნდა გიყვარდეს და ესეთ იდეებს რომ რაღაცა მოძღვრავენ, აი რას ნიშნავს რეალურად, როგორ შეიძლება რომ ვიღაცა ცუდს გიკეთებს და შენ ცუდით არ გასცე პასუხი. და აი ეს ერთია რომ დარიგებული ნათქვამი, მაგრამ ეს რომ გავიაზრე რეალურად რა რთული რაღაცა არის, ძალიან რთული არის, ძალადობას ძალადობით არ გასცე პასუხი, ცილისწამებას ცილისწამებით არ გასცე პასუხი. მაგრამ შენ ამ პროცესში თუ ამას მიყვები, შენც მაგათიანი ხდები, შენ აღარ ახარ ბოროტების პასუხით, შენ ბოროტებას კი არ ამარცხებ, შენც ბოროტების ნაწილი ხდები. ახლა ორი ბოროტი არის ამ სამყაროში, რომელიც მუდმივად ერთმანეთზე იძალადებს და მეორე არის რომ იმის გინებამ და იმის ლანძღვამ შენზე ეფექტი მოახდინა. ანუ იმ ბოროს და იმ ჭინკას და იმ ქაჯს და იმ ძევს შენ დაგამარცხე იმით რომ აი ხელი რო დაგარტყა ის შავი ლაქა შენზე დარჩა და აი გაგაჭუჭყიანა და აი მლოყის შემოbrunებით რა თქმა უნდა რთული სათქმელი ახლა ვიღაცა დაგარტყავს და მეორე ლოყა შეუბრუნო ძალიან წარმოუდგენელი რაღაცა ერთი კუთხით, მაგრამ ქრისტიანობა ამას მოძღვრავს და ჩემი გაგებით ფილოსოფია ეს იმაში არის რომ შენ ის დარტყმა და ის ძალადობა ვერაფერს ვერ გიზამს. ანუ შენ ვერ დაგამარცხებს, ვერც გაგაჭუჭყიანებს, იმიტომ რომ შენ თუ იმას ძალადობით გაეცე, შეიძლება იმას მოერიე, ის დაჩაგრე, მაგრამ შენც დამჩაგრელი გახდი. და ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, იცხოვრო ესე ცხოვრობით, რომ ხალხი გირტყავს და ხალხი გაგინებს და ძალადობს შენზე და შენ არ გასცე პასუხი, მაგრამ აი მე ჩემ ბავშვობას რო ვიხსენებ, სადაც ამ ხალხთან ამ რეალობასთან მქონდა უფრო ხშირად კავშირი და ურთიერთობა გინდა არ გინდა ამ სამყაროში ვიყავი. ახლა გარიდებული ვარ და მოცილებული ვარ მაგ რეალობას, მაგრამ აი ის გალახვა და ის გინება არ მახსოვს, მაგრამ ის ცუდად და ისე მწარედ მახსოვს, რომ მე ვიღაცაზე ვიძალა და მე ვიღაცას ვატკენინე და მე ჩემი რაღაც ბასრიენით და რაღაცა დიდი ტორის მოქნევით ვიღაცას ვატკინე და იმას მე ვიყავი ის რაც მეზიზღებოდა სხვისგან, ის გავხდი მე. რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ახლა ესეთი ცხოვრებით იცხოვრო, მეც ბევრჯერ შემშლია და მე ბევრჯერ მიფიქრია რომ საერთოდ ვიღაცას ვაპატიე და მე მინანია რომ ვაპატიე, იმიტომ რომ არ აღმოჩნდა საპატიებელი ადამიანი და არ აღმოჩნდა ესეთი ადამიანი, ვისთვისაც უნდა ადამიანურად დავლაპარაკებოდი, იმიტომ რომ ის არსით ადამიანი არ იყო. ვინც ყველა ადამიანი, ანუ ადამიანი ის კი არა რა ქვია, homo sapiens ადამიანი არის ადამიანური ქცევით და ადამიანური ხასიათი და აი ადამიანური ურთიერთობით განისაზღვრება. აი ილია ჭავჭავაძის არ იყოს კაცია ადამიანი რო დაწერა, არც ყველა მამრობითი სქესი წარმოადგენელი კაცი არ არის და არც ყველა ჰუმანოიდის გამომეტყველებით ადამიანი არ არის. ეხლა ძალიან მომწონს რომ მიტინგები გადაიზარდა უფრო პოზიტიური სახით, ვაიმე გაუმაზე მეგრელების მარში როგორ ვნანობ, იმიტომ რომ წინა დღეს ვამონტაჟებდი რამოდენიმე ვიდეოს
მთელი ღამე გავათენე დილამდე მზის ჩასვლიდან მზის ჩამოსვლამდე ვიდეოებზე მუშაობდი და რო გავიღვიძე მე რო დავიძინე და გავიღვიძე უკვე დამთავრებული იყო ესე ამერია დღე და ღამე და ძალიან ნანობ და ძალიან მომწონს რომ აი პოზიტიურ სახეს იღებს ეს აქციები და პოზიტიურ სახეს იღებს ეს მიტინგები და რო ვეღარ გაგაშავებენ ეს მლანძღოვი და ეს ცილისწამებელი ტროლები და ბოტები და ჭინკები და ქაჯები და დედები ვისაც ჩვენ ვებრძვით იმათ რეალური ბრძოლა ჩემი აზრით ჩემი გადმოსახედიდან არა მარტო ამ კოცების და ამ სისტემის წინააღმდეგ არის არამედ კოცების ამორჩეველი ძირითადი ნაწილი არ არის კოცი ეს არის შეცდუნებული და აი დაკარგული ადამიანი რომელსაც გონია რომ სხვა გზა არ არის მე აი სულ მესმის ერთი და იგივე მე ძალიან არ მოყვარს ეს კოცები ძალიან ცუდები ბოროტები ესენი არიან მაგრამ აი იმ ბუასი მეშინია ის უარესად ცუდი არის უარესად ბოროტი და უარესად საშინელი და ამ ილუზიით აშინებენ ილუზიით ყავთ ეს ადამიანების ძირითადი ნაწილი, ვიღაცები არიან ბოლომდე გაქოცებული, რომლებიც წინაზე ნაცები იყვნენ და მანამდე კიდევ შევარდნაძისტები და ეს მედროვე მოძალადე სასტავი იგივე არის ძალაუფლებაში ჩაბღაუჭებულები, მაგათ ვერ გამოცვლი, ესენი ადამიანობის სახე აქვს მაგათ დაკარგული, აი მართლა გააჭინკებული და გაქაჯებულები და გადევებულები არიან, მაგრამ არის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ამათ ყავს ეს ილუზიებით და შიშით და ძალადობით და ჭინკების რაღაცა მანიპულირებით დამწყდეული და ჩვენი მისია არის, რომ ეს სულები განვანთავისუფლოთ, დაუნგრიოთ მაგათ ილუზია, არ შეგვეშინეს მაგათი ძალადობის და არ მოექცეთ მაგათ ცილიწამებას და გინებას და რაღაცა უინბაზებს და ამ ილუზიებს და აი ძალიან რთულია რა თქმა უნდა იყო მორალური ამორალობის წინააღმდეგ იყო კეთილი ბოროტის მიმართ და იყო აი პოზიტიურად განწყობილი ასეთ რთულ და მძიმე პერიოდში მაგრამ აი მე მაინც ძალიან რთულია მთელი ცხოვრება ამაზე ვწვალობ მაგრამ მე მაინც ვცდილობ რომ აი პოზიტივით, სიკეთით და სილაღით და რაღაც ცეკვა თამაშით და ამ ხორუმით და ამ რაღაცა ადამიანობით და ქართველობით რომ ისენი რომ აი ქართველობაში უნდა ვაჯობოთ, ვაჟკაცობაში და სიკეთეში და ქრისტიანობაში. სატანისტებს გვეძახიან თვითონ არიან ურჯულოები. რაღაც უსამშობლოებს გვეძახიან რაღაც 200 ლარზე და 50 ლარზე იყიდებიან და საერთოდ ერთმანეთს მოქალაქეს აგინებენ და ტალახში ამოსვრიან მარტო იმისთვის რომ კაპიკები გადაუხადონ და აი ესეთი ადამიანები ჩვენ არ უნდა გავხდეთ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს რაღაცა ჩვენი ადამიანობა ჰუმანიზმი ეს ადამიანის სახე და ამ რაღაცა სიკეთით და სილაღით უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტება და რა ვიცი აი რაღაცა ტროლებს და ჭინკებს მინდა მივმართა რომ ამაში ძმაო რაღაცა ვინც ფულზე იყიდება და ვინც ფულისთვის რაღაც თავის ადამიანობას და კაცობას და ვაჟკაცობას წირავს ძმაო თქვენ თვითონვე იცით რაც ქვიათ რა მაგ ხალხს მე არ მიყვარს უწმაწური სიტყვები და გინება და თქვენ თვითონ იცით რა ქვია მაგას მაგრამ ფულს თუ აიღებთ ამ ჩემ გინებით და ლანძღვით ძმაო ერთი შაურმა ჩემ სახელზე ჩაარტყით რაც თქვენ გაქვთ ჩემზე ფული გაკეთებული მე მაინც პოზიტივი და სიყვარულით დავდგები და თქვენი ლანძღვით და თქვენი გინებით მე მგონი ისევე თქვენ საქმეს უფრო აფუჭებთ. მაგრამ გააგრძელეთ მეტი კომენტარი, მეტი ინტერაქცია, რომ ცოტა დაიბუსტოს ჩემი ვიდეოები და ვისაც პოზიტივი გინდა, თქვენს რაღაცა წაწიეთ ჩემი ვიდეოები, რომ ვცდილობ რაღაცა ახალი სიტყვა, ახალი რაღაცა სხვა კუთხით მიუდგე ამ ყველაფერს. რა და ცოტა პოზიტივი და ზღაპრები და რაღაცა ცეკვა თამაში და ცოტა რაღაცა მხიარულობით და სიკეთით და ღიმილით დავამარცხოთ ბოროტება, იმიტომ რომ ბოროტებით დამარცხება ახალი ბოროტება მოყავს. ეს იყო ჩვენი აქამდე სულ შეცდომა. ჩვენი რა წინათაობის, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდები მეც ეხლა მოვედი ამ ზასულობაში, ამ ბოლო რაღაცა რამოდენიმე წელი არის და ჩვენი მისია არის რომ არ გავიმეოროთ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მშობლების და უფროსი თაობის შეცდომა, რომ ერთი ჯალათს მეორე ჯალათით ანაცვლებენ, ერთი ბაყბაღდევის მეორე ბაყბაღდევით, არა ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს რაღაცა მე რო ვეძახი ისე ცუდი სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი მეტრაკე ორობოროსი, რომელიც ერთი ნაცკოცი ერთმანეთის ტრაკის ჭამით რო იკვებებიან ერთმანეთის ბოროტებით რო ერთმანეთს ყვებავენ, ეს სისტემა უნდა მოვსპოთ
და უნდა ადამიანური ღირსებული წყება დავამყაროთ, სადაც არ მივიღებთ, აღარ მივიღებთ ვიღაცის ბუაშიშის გამო ახალი ბაყბაღდების და ბატონის მოყვანას. რა ვიცი რომ ძალიან გრძლად მიყვარს ლაპარაკი და ძალიან გავწალე, მაგრამ მადლობა აქამდე თუ მომისმინეთ, საერთოდ თუ ყური დამიგდეთ და რა ვიცი ტროლბოტებს გააგრძელეთ, მეტი კომენტარი, მეტი ინტერაქცია, წამოწიეთ და არ დაგავიწყდეთ ჩემს სახელზე შაურმა. კარგით, აბა ნახვამდის.